სასარგებლოდ გამოიყენოს საკუთარი გეოპოლიტიკური მდებარეობა და ჩვენ ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ مورد نیاز واحدهای پالایشگاهی و پتروشیمی از سوی ایران از دیگر مزیت‌های მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო მინისტრებო, მოგესალმებით დიპლომატებს, მივესალმები ირანის ელჩს საქართველოში და ასევე მივესალმები კომპანია ღადერის აღმასრულებელ დირექტორს. მინდა მოგილოცოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება. მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან პროექტს ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა და ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ყველა ასეთ წამოწყებას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მხრიდან. მინდა გავიხსენო დაახლოებით 1 წლის წინ ჩემი ვიზიტი ირანში, როდესაც მე ვიცე-პრემიერის რანგში გახდით ოფიციალური ვიზიტით და ჩვენ ჩავატარეთ ბევრწლიანი შესვენების შემდეგ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის ხდომა. ამ ხდომის ერთ-ერთი გადაწყვეტილება გახლდათ ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურება და ჩვენ ხედავთ, რომ შედეგი სახეზეა და დღეს ჩვენ ვიხილავთ უკვე უმსხვილესი პროექტის დაწყებას, რაც ნამდვილად მისასალმებელია. ამ მასშტაბის პროექტს, რა თქმა უნდა, თან ახლავს დასაქმების ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი და მე მოხარული ვარ, რომ ამ ეტაპზე, როგორც არის ცნობილი, 800 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს არის 800 შეძლებული ოჯახი, წელში გამართული ოჯახი საქართველოში, რაც უმნიშვნელოვანესია. რა თქმა უნდა, ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება და მისი შედეგები აისახება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვიმყოფებით აი ამ ისტორიულ შენობაში, ეს გახლავთ ქარვასლა, ეს გახლავთ ისტორიული სიმბოლური გამოხატულება საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის და მისი სავაჭრო სატრანზიტო ფუნქციის და ძალიან მისასალმებელია, რომ დღეს ჩვენ ვიხილავთ პროექტს, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ფუნქციას და განამტკიცებს საქართველოს როლს რეგიონში, როგორც ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებისთვის ევროპისკენ მიმავალი უმოკლესი მარშრუტის ქვეყანას და ძალიან მისასალმებელია, რომ დღეს ჩვენ ვიხილავთ პროექტს, რომელიც ხაზს უსვამს არა მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციას, არამედ საქართველოს როგორც წარმოებელი ინდუსტრიული ქვეყნის რუკაზე გაჩენის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტით, რუკაზე გაჩენის ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას. მით უმეტეს, როდესაც საქართველომ მოაწერა ხელი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებას, რაც იძლევა განსაკუთრებულ შესაძლებლობებს რეგიონის ქვეყნებისათვის და ამ შემთხვევაში ირანისთვის, რომ გააჩინოს საქართველოში საწარმოო ზონები, სადაც შემდგომში უკვე ევროპის მიმართულებით ექსპორტის შესაძლებლობები გაჩნდება. კიდევ ერთხელ მინდა შევუერთდე იმ მრავალრიცხოვან სამადლობელ განცხადებას, მინდა მადლობა გადაუხადო პირველ რიგში ჩვენს სტუმრებს, მინდა მადლობა გადაუხადო კომპანია ჯეოპარსის წარმომადგენლებს იმ შრომისათვის, რომელიც მათ გასწიეს და რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადაუხადო ელჩებს, როგორც საქართველოს ელჩს ირანში, ასევე ირანის ელჩს საქართველოში, რომლებიც ძალიან ბევრს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს ეკონომიკური ურთიერთობები გააქტიურდეს და შეიქმნას ისეთი პროექტები, რომლის დაწყებასაც ჩვენ დღეს აღნიშნავთ და მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებებს გისურვებთ.